ამ დრომდე მძიმეა ვითარება კახეთში. პირველები ვიმყოფებოდით გურჯაანში, სადაც მევენახეებს უწევთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რიგში იყვნენ იმისთვის, რომ ყურძენი ჩააბარონ. დაკრეფილი მოსავალი მოქალაქეებს აქვთ სპეციალურ სატვირთოებში და ამბობენ, რომ იმდენი დღის განმავლობაში უწევთ რიგში ყოფნა, რომ ეს მოსავალი ხშირ შემთხვევაში ფუჭდება კიდეც და უწევთ, რომ იმაზე დაბალ ფასად ჩააბარონ, ვიდრე ეს არის დასაწყის პერიოდში. მაგალითად, მევენახეები ყვებიან, რომ კარგი ხარისხის ყურძენი ლარი და 20-ად ბარდება ამ კონკრეტულ საწარმოებში, თუმცა ხშირ შემთხვევაში უწევთ, რომ ერთ ლარად ჩააბარონ ეს ყურძენი, რადგან დაზიანებული და გაფუჭებულია ხოლმე. იმდენად დიდი ხნის განმავლობაში უწევთ, რომ რიგში იყვნენ ღამეებს. მევენახეები საწარმოებთან ათენებენ იმისთვის, რომ მათი რიგი მოვიდეს და ეს მოსავალი ჩააბარონ. მევენახეები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მათი განმარტებით ეკისრება სახელმწიფოს, რადგან ისინი ვალდებულები იყვნენ მეტი საწარმო გაეხსნათ იმისთვის, რომ მოსავალი მევენახეებს დროულად ჩაებარებინათ. ყველა ქარხანათან გუშინ წინ ოჩერეთი გადაივსო უკვე. კი გააქვთ, მაგრამ ვერ გააქვთ რაოდენობით რომ მიიღო. ქარხანები უნდა იყოს მეტი, რომ მოსავალი ჩაიბარო. უკვე ბევრი გაფუჭდა ვენახი, რომ ორ-ორი წუთი ყოფილი ვარ, სამთამი წუთი. გაჩერებული. ოჩერეთი. დღეს მოგიწევთ, როგორ ფიქრობთ? არა, დღეს არ მოგიწევთ. მოსავალი კარგი იყო წელს, შედარებით, მაგრამ ამ წვიმების გამო გაფუჭდა ცოტა ყურძენი. დიახ. მაგრამ ხალხი მოაწვა, არ ამუშავოს ბევრი ქარხნები და მასიურად რომ იმის გამოარი რიგები. რა ფასად იბარებენ? კონდიცირებული თუ გამოვიდა 19 ზემოთ ლარი და 20 იბარებენ, თუ დაზიანებულია ლარში იბარებენ. როგორი ფასი არის წინა წელთან შედარებით? არ არის კარგი ფასი. ერთად კრეფავს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ მარნებზეა პრობლემა, არ მუშაობს ყველა საწური, რამდენი საწურიც აქვს და მუშაობს ხან ერთი საწური, ორი საწური, სხვა საწურები გაჩერებულია, იქნება ეს რიგები. არის შემთხვევა, 24 საათზე მეტი უწევს ადამიანს რიგში ყოფნა. რაც რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა. წვალობთ ძალიან ეს. ფასი რამდენად იბარებენ? ლარიდან ლარი და 20-მდე. ესე როგორი ფასი არის თქვენი? წესით მეტი უნდა იყოს რა, ხარჯებს ხარავს, ასე ვთქვათ, მოგებას არ გვითხოვებს რა. თითქმის იგივეა რაც დახარჯული ვაქვს იმას ვიღო. ამ დრომდე მძიმეა ვითარება რაჭაშიც. პირველებს ადგილობრივები უყვებიან, რომ იქ არ გახსნილა სპეციალური პუნქტები, სადაც დროულად მოახერხებდნენ მევენახეები ყურძნის ჩაბარებას. ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც არ არის სპეციალური ინვენტარი იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყურძნის აწონვა და სპეციალურ სივრცეში ამ ყურძნის ჩაბარება. ამბობენ, რომ ადგილზე არის მხოლოდ ერთი სასწორი, სწორედ ამიტომ მევენახეებს უწევთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ უწყვეტ რიგში. მაგალითად ამბობენ, რომ ერთ-ერთ მევენახეს ისიც კი მოუწია, რომ 5 დღის განმავლობაში ამ უწყვეტ რიგში ყოფილიყო და ამბობენ, რომ ვითარება რაჭაშიც ამ მიმართულებით არის ძალიან მძიმე. ეს დაახლოებით 400-მდე ადამიანია რიგში ჩაწერილი და მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ დღეში ალბათ შესაძლებელია გავიდეს 10 მანქანა ჯამურად, მეტი ვერ გადის. როდესაც ყურძენი იკრიფება და ამდენი ხნის განმავლობაში უბრალოდ ალაგია, კარგავს იმ წონას, რაც დაკრეფვიდან მალევე შეიძლებოდა ჰქონოდა. ანუ მაგალითისთვის 500 კილო რომ უნდა ჩაებარებინა გლეხს და აეღოს შესაბამისი ანაზღაურება, არის რისკი იმის, რომ ის 500 კილო დავიდეს ვთქვათ, რა ვიცი, თუნდაც 400 კილოზე. ეს უკვე პრობლემაა, ეს უკვე მნიშვნელოვანი ზარალია გლეხისთვის, რომელიც წლიდან წლამდე ამას ელოდება. თუ კი შეეძლო სახელმწიფოს რომ კერძო მარანისთვის დაევალებინა, რომ მაგალითად შენთან შემოვიდეს და შენთან აიწონოს, იმიტომ რომ მარანს დიდი სასწორი აქვს და შესაბამისად რიგსაც უფრო მარტივად მოაგვარებს, ამ შემთხვევაში ასე არ მოიქცნენ. 5 დღეა ხალხი არის კაცებს დოქტორებს ისევ და იმიტომ რიგში ყოველ ჩაეწერა ყველა დროზე. აი თქვა მე ვიღაცამ ჩამწერა იმ რიგში და აი სადაც ნომერი. აი ახლა 91 მიყვა, მე სადღაც 2 საათზე მოჩი ჩაბარება, 91. თამარ 95-ია კაცისიაში, მაგარაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადასტურებდა, რომ პრობლემები თუნდაც კახეთში ნამდვილად არსებობდა, თუმცა ამბობდა, რომ იყო კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მევენახეები ყურძენს დროულად ჩააბარებდნენ, თუმცა პრობლემად რჩება და მევენახეები გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობენ.